საღამოშვიდობისა მივესალმები რუსთავეორის ტელემაყურებელს და განსაკუთრებულ სალამს უძვნით ხოლმე იმ ადამიანებს სწორედ ამ დროს, ვისაც ახლა ამ მომენტში ხელთ უჭირავთ ბილეთები ლოტო 6.42-ის და ელოდებიან საკუთარ იღბალს და იმედია რომ ეს იღბალი დღეს მოფრინდება თქვენთან, იმიტომ რომ შესანიშნავი თანხები გვაქვს გასათამაშებელი, თან ეს თანხები გადაცემიდან გადაცემამდე იმატებს და იმატებს. მოკლედ, რაც შეეხება ჩვენს ჯეკპოტს, 746.142 ლარია ამ დროის მონაცემებით და მეორე კატეგორიაც მოკლედ ძალიან კარგად გამოიყურება და ჟღერს და იზრდება და იზრდება. 375.000 ლარის მოგება შეგიძლიათ თქვენ მეორე კატეგორიაში, რომელიც ჯეკპოტივით გამოიყურება, შეიძლება ითქვას. არ დავკარგოთ, რომ აბა იღბალი თქვენსკენ წარმატებები და ავახმაუროთ ჩვენი ლოტოტრონი 3-2-1. სადახართ? ესე. რაღაც ეს კარგის ნიშანი უნდა იყოს. აბა დაველოდოთ რომელი ბურთი გახსნის ამჯერად დღევანდელ გათამაშებას და ის გახლავთ ნომერი 29 შემოგვიგორდა მან აიღო საკუთარ თავზე დღევანდელი ლოტო 46-ის გათამაშების გახსნა. 13 შემოგორდა ამ შემთხვევაში წვანის და წითლის კომბინაცია გვაქვს. აი ნელ-ნელა ფერთა გამაც იყურება 39 მოგორავს ჩვენთან და გვაქვს წვანე წითელი ყვითელი ლურჯო აბაშენიცი გამოჩნდი. არა, წვანემ დაჯაბნა და 18 შემოგვიგორდა ამასობაში. ნომერ მე-4 მომგებიან ბურთად და მე-5 ძირითადი ბურთი გახლავთ ნომერი 11. ესე იგი წვანებმა იმარჯვეს საბოლოო ჯამში. და მე-6 ძირითად ბურთს ველოდებით. და ის გახლავთ 38 და ახლა უკვე ბონუს რიცხვის დროც დადგა, რომელსაც შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი და უკვე გვეცოდინება სრულად კომბინაცია. 15 გახლავთ ბონუს რიცხვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ როგორც ყოველთვის 29, 13, 39, 18, 11, 38 და ბონუს რიცხვი გახლავთ 15. როგორ ლექსად გამოითქმის ეს ციფრთა კომბინაცია, რომელიც შემოგთავაზა ჩვენმა ლოტოტრონმა და იმედია ახლა ძალიან ბევრი გახარებული ადამიანი ზის ან დგას და დახტის ტელეეკრანთან, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი სურვილია, თუმცა აი ესეთი ემოციების მქონი ადამიანი უნდა გაგაცნოთ ახლა თეიმურაზ ჩიქობავაზია საუბარი, რომელმაც მომენტარულ ლოტარია იღბლიან ლარში მოიგო 50.000 ლარი. მოდით გავიზიაროთ ამ ადამიანის ბედნიერება და უკეთ გავიცნოთ ის და ჩვენც მალე დავბრუნდებით შედეგებით. საქართველოს ეროვნულმა ლოტარიის კომპანიამ 2026 წელი ნამდვილად იღბლიანად დაიწყო. ბედნიერების მორიგი ისტორიით ამჯერად ბატონ თეიმურაზ ჩიქობავას უნდა ვესტუმროთ, რომელმაც გადასაფხეკ ლოტარია იღბლიან ლარში 50.000 ლარი მოიგო. მარკეტილის მეტროსთან ვიყიდე, ჩიხურში. დიახ. დაჟესახელებს თვითონ გოგოსი, აი მაგასთან ვიყიდე, რაღაც კაი ხელებს, კაი გულიც მომცა რა, ახლა ვიგზენი რომ უნდა მომეგო. აღდათ რა. რამდენი ბილეთი შეიძლება? ორი ცალი ბილეთი აღზე. ისიც ლოტო ქონდა მოგებული ლარიანი, 5 ლარიანს დაუმატე ეს ლარიანი ლოტო და მომცეს ორი ბილეთი. ანუ იქაც მოგებული ვიყავი და აკაც. რაში გამოიყენოთ მოგებულ თანხას? მოგებულ თანხა უკვე განაწილებული მაქვს. შვილები, შვილიშვილები და შვილთა შვილები. ვაუ, რა მაგარია. საქართველოს ეროვნული ლოტარიის კომპანია კი კვლავ აგრძელებს ადამიანებისთვის სიხარულის და ბედნიერების ემოციის მინიჭებას. ამ შემთხვევაში ბატონი თეიმურაზ ჩიქობავა გავახარეთ, რომელმაც 50.000 ლარი მოიგო. ყველას გისურვებთ მოგებას და გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება კი შეუძლია ყველას. ბატონ თეიმურაზ მიულოცოთ კიდევ ერთხელ და თქვენს ძვირფასო მოთამაშეებო მისი წყალი გადმოგსხმოდეთ, აი ესე გეტყოდით. ერთ ადამიანს განსაკუთრებით გადაესხა ეს წყალი. ესე იგი, მე-4 კატეგორიაში გავათამაშეთ 1623 ლარი ერთმა ადამიანმა მოიგო ის, როგორც უკვე გითხარით. მე-5, მე-6 კატეგორიებში კლავინდებურად გვყავს ძალიან ბევრი გამარჯვებული. რჩება მე-3 კატეგორია გასათამაშებელი, ასევე მე-2 კატეგორია და ჯეკპოტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე რომ პარასკევისთვის არ დაივიწყოთ ერთი ბილეთი მაინც რომ შეიძინოთ, რადგან ხანდახან სწორედ ის ერთი ბილეთი აკეთებს ყველაფერს.
და კიდევ ერთხელ ჯადოსნური სიტყვები იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას. ბედნიერი საღამო.